მოგესალმებით, ხელისუფლების ეს ინიციატივა ჩვენთვის ნიშნავს ერთ რამეს, რომ უნდა გაუქმდეს წესდარიგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რაც არის სრული აბსურდი. იმიტომ რომ ამ უნივერსიტეტის გაუქმება მაშინ, როცა სახელმწიფოს აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ არ ყავს კვალიფიციური საინჟინრო დარგის სპეციალისტი იმ რაოდენობისაც უნდა ყვავდეს, გვაქვს ამასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა და ჩვენ ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, რომელსაც ქვია ასეთი უნივერსიტეტის გაუქმება. ეს არა მარტო სტუდენტებისთვის, არამედ არც აკადემიური პერსონალისთვის არ არის მისაღები და მით უმეტესაც ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის. ამ უნივერსიტეტის საუკუნეობრივი ისტორიიდან გამომდინარე, არის ძალიან ბევრი ისეთი ფაკულტეტი, რომელიც არის ერთადერთი საქართველოს მასშტაბით და ზუსტად ისწავლება აქ. თუ ჩვენ სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ვიბრძოლებთ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმის, რომ ამ ბრძოლას, რა თქმა უნდა, ჩვენ დასასიკეთოთ კაი შედეგიც შეიძლება რომ მოვიდეს ჩვენთან. გვაქვს ესეთი მოლოდინი, რომ არ გაუქმდება ტექნიკური უნივერსიტეტი და ამ უნივერსიტეტის ისტორიის წერა გაგრძელდება იქამდე, სანამდეც იქნება საჭირო. გულშინავს თქვი და დღესაც განმეორდები ის, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი შეუერთდეს ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს არის წარმოუდგენლად აბსურდული რამ, იმიტომ რომ არ შეიძლება ტექნიკურ უნივერსიტეტს უძღოდეს ჰუმანიტარულზე ორიენტირებული უნივერსიტეტი. იმიტომ რომ იქ არ არის არც ამის შესაბამისი პირობები, არ არიან იქ შესაბამისი და კვალიფიციური ლექტორები, რომელიც ამას იზავენ და ჩემი აზრით ყველამ ერთად უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილება და უნდა დავდგეთ იმ ხარეს, რომელსაც ქვია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეერთება. არ ვიცი, შეიძლება ამ რეფორმას რაღაცა გარკვეულწილად გქონდეს კარგი, მაგრამ ისმის ერთი ლოგიკური კითხვა, რომელზეც პასუხი ჯერ არავის არ მიუღია, ამ შეერთებით და გაერთიანებით. რა მოუვა სასწავლო პროცესს, რა მოუვა სტუდენტებს, რა შეიცვლება ჩვენ და სასიკეთოდ. აი ეს არის ის კითხვები, რომელზეც პასუხი ჯერ არავის არ გაუწია და სავარაუდოდ დიდხანსაც ვერავინ ვერ გაგცემს, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც ერთდღიანი და ერთკვირიანი პროცესი, არამედ ეს არის საკმაოდ დიდხნიანი პროცესი, რომელსაც ჭირდება კარგად დაგეგმარება. არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არაფერს არ ვერჩი ჩვენ და ზოგადად არავის საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს, ჩვენ უბრალოდ გვინდა ერთი რამე, რომ არ გაუქმდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და არ შეუერთდეს ჰუმანიტარულ საგნებზე და ფაკულტეტზე ორიენტირებულ უნივერსიტეტს, იმიტომ რომ ეს არის ერთიანი დამოუკიდებელი უნივერსიტეტი, რომელიც მიმართულია საინჟინრო განხრით. და ჩვენ მზად ვართ მუდამ იმისთვის, რომ დავდგეთ ამ უნივერსიტეტის სადარაჯოზე და დავიცვათ ამ უნივერსიტეტის ღირსება, სახელი და ისტორია, რომელიც გრძელდებოდა და გაგრძელდება კვლავ წლების და საუკუნის განმავლობაში. კი ბატონო, ბატონო, აი ეს არგუმენტები, რომელსაც ვისმენთ ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, იგივე პრემიერი ირაკლი კობახიძე, როდესაც ამბობს, რომ პირიქით ეს რაღაცა ტექნიკური მიმართულების გაძლიერებას ემსახურება, რაღაცა ცალკე სკოლასავით იქნებაო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულება და რაღაცა ახალგაზრდების გაძლიერებაზე ვიქნებითო ორიენტირებულებიო. აი ეს რამდენად მისაღები არგუმენტებია თქვენთვის? ამაზე საუბარი მე პირადად გამიჭირდება, იმიტომ რომ არ ვიცი ზუსტად რა და როგორ არის, იმიტომ რომ ეს ისეთ სიტუაცია, სადაც ბოლომდე გარკვეული ჯერ არ ვარ, მაგრამ ერთადერთი და რაც ვიცი არის ის, რომ ამ შეერთებით არც საინჟინრო მიმართულებით ყოფი სტუდენტი გაძლიერდება და არც თვითონ საუნივერსიტეტო პროცესი გაძლიერდება. პირიქით უფრო შესუსტდება და უფრო კოტებიც უფრო შემცირდება, რა თქმა უნდა. და ზუსტი პასუხი ამასთან დაკავშირებით არ მაქვს სამწუხაროდ, იმიტომ რომ მართლა ისეთ სიტუაცია, რომ მიჭირს ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ საქმე არ ეხება რაღაცა პატარა ამბავს, ეს არის საკმაოდ მასშტაბური პრობლემა, იმიტომ რომ საქართველოში წამყვანი ორი უდიდესი უნივერსიტეტის შეერთება და ამით ერთ-ერთი უდიდესი საინჟინრო უნივერსიტეტის გაუქმებასთან გვაქვს საქმე. და ამასთან დაკავშირებით სიმართლე გითხრათ მართლა ვერაფერს ვერ ვიტყვი. კი ბატონო, მე არაერთი ინტერვიუ მქონია ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორებთან, თუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებთან, მაგრამ აი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ხა ამ თემაზე თქვენ პირველად ავხართ ეთერში და არ შემიძლია არ გკითხოთ, ალბათ თქვენც ნახავდით. ქალბატონი ნინო წილოსანის კომენტარს, რომელმაც სხვათა შორის აი თქვენზე სტუდენტებზე თქვა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ალბათ ყველაზე მეტად მოეწონებათ ეს გადაწყვეტილება, რადგან თსეუს დიპლომს აიღებენო, ესეთი იყო მისი კომენტარი. აი რას უპასუხებდით თქვენ ნინო წილოსანს? ეს არის ძალიან სასაცილო და ამოდროულად სატირალი რამ, იმიტომ რომ თუ სტუდენტს გადაწყვეტილი აქვს, რომ ჩააბაროს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში,
მას სურს რომ დაამთავროს და ისწავლოს აქ და არა TSU-ში. აი ეს კომენტარი ჩემთვის არის ყოველად მიუღებელი, ჯერ მარტო იმიტომ რომ თუ შენ მე მაძლევ იმ სელექციის საშუალებას რომ ჩავაბარო იქ სადაც მე მინდა, მაშინ იმის საშუალებაც უნდა მომცრო რომ დავამთავრო ის უნივერსიტეტი, რომელიც მე არჩეული მაქვს და რომელშიც მე 4 წელი უნდა ვისწავლო. და რო გამოდიხარ და იძახი ეგეთ რაღაცას რომ აი უხარიათ და სასიკეთო თვლიან, ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ ყველა სტუდენტი ესე არ ფიქრობს. აქ არიან სტუდენტები, რომლებიც ფიქრობენ განსხვავებულად, რომელსაც არ უნდა TSU-სთან შეერთება და არ უნდათ TSU-ს დიპლომის აღება. ამ სტუდენტებს აქ იმისთვის არ ჩაუბარებიათ, რომ დიპლომში სხვა უნივერსიტეტის სახელი ეწეროს. იმისთვის ჩააბარეს, რომ მიიღონ ის ცოდნა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აძლევს მათ, რომელსაც დიპლომში ჩაეწერება არა TSU, არამედ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. კი ბატონო, და ბატონო, ასევე მინდა გკითხოთ, აი რას გეუბნებიან თქვენ სტუდენტებს, აი რა ტიპის კომუნიკაცია გაქვთ რექტორთან, აკადემიურ საბჭოსთან, ანუ აი რამე არის მათთვის მაინც ცნობილი, ან გეუბნებიან, თუ მართლაც მოხდა ეს გაერთიანება, მაგალითად, აი როგორ გაგრძელდება სწავლის პროცესი, რა კრედიტები ჩაითვლება, რა ფაკულტეტები შენარჩუნდება და ასე შემდეგ. აი რამე ეს არის თქვენთვის ცნობილი, რამე დეტალი, ან რამე ინფორმაცია ამ კუთხით. სამწუხაროდ ცელი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს, მაგრამ აქტიურად მიდის აკადემიური საბჭოს პროცესი, სადაც განიხილება ეს ყველაფერი და შეძლებს დაგვარად ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მათ შორის რექტორიც გვაწვდის ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოო პასუხი რომელი ფაკულტეტი დარჩება და რომელი არა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ პასუხი არ გვაქვს. სამწუხაროდ ჯერ ამაზე სამუშაო პროცესი მიდის. კი ბატონო, ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ უნდა შეჩერდეს ეს გაერთიანების საკითხი და ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა დარჩეს ტექნიკური უნივერსიტეტის სახით, ანუ სწორად მივხვდით, ხო? ანუ წინააღმდეგი ხართ საერთოდ აი ამ გაერთიანების. რა თქმა უნდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა დარჩეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტად, ყოველგვარი შეერთების და გაერთიანების გარეშე ეს უნივერსიტეტი უნდა განაგრძობდეს იმ საქმეს, რომელსაც აკეთებდა 104 წლის განმავლობაში. ამ საქმეში იგულისხმება საინჟინრო მიმართულებით სტუდენტების გაზრდა. და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა დარჩეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტად და უნდა გააგრძელოს ჰუმანიტარული საგნების სწავლება. როგორც იყო აქამდე. სანამ შეერთებაზე და გაერთიანებაზე წავიდოდა საუბარი. კი ბატონო, გეგმავთ თუ არა რაიმე უფრო არ ვიცი სხვა ტიპის აქტივობას თქვენ სტუდენტები, ეხლა ხედავ რომ რაღაცა დღეს იქ უნივერსიტეტთან გააკეთეთ განცხადებები, თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ, მაგრამ მე ვამბობ რომ არ ვიცი რაღაცა პროტესტის ფორმა მისცეთ, რაღაც აქციის ფორმა მისცეთ, უფრო სწორედ აი ამ ყველაფერს არის რაიმე ესეთი ფიქრები თქვენში ან თქვენს გარშემო სტუდენტებში. ამასთან დაკავშირებით სტუდენტებიც ერთმანეთში მსჯელობთ და ვალაგებთ რაღაცებს, ჯერ საბოლოო პასუხი აქაც არ გვაქვს, იმიტომ რომ ჯერ ისიც არ ვიცით სამოქმედო გეგმა რა და როგორ შეიძლება გქონდეს სამომავლოდ. რა მოხდება ხვალ, რა მოხდება ზეგრახან, არ ვიცი, ჩვენ ამაზე მუშაობთ, ყოველდღიურად გვაქვს კონსულტაციები ერთმანეთთან და საბოლოო პასუხი რაც იქნება თავად იხილავთ შემდეგ უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ. კი ბატონო, და ბატონო ასევე გკითხავ, აი დაუშვათ რაღაცა სისრულეში მოიყვანეს ეს ინიციატივა და ეს არ ვიცი, აი ხელა წინააღმდეგობის პროტესტის მიუხედავად მაინც გადაწყვიტეს ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმება და რაღაც მიერთებას, როგორც თავად ეძახიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. ეს რა შედეგებს მოიტანს? აი ამ კუთხით თუ ფიქრობთ სტუდენტები თქვენს მათ შორის, აი რა შეიძლება იყოს თქვენი შემდგომი ნაბიჯი, არ ვიცი. ამის თქმა წინასწარ ძალიან რთულია, იმიტომ რომ გაერთიანების ეგრეთ წოდებული მიერთების შემდეგ რა მოხდება და რა შეიცვლება ჯერ ჩვენთვის არის უცნობი, მაგრამ ერთადერთი რაც ჩვენ წინასწარ ვიცით არის რომ საინჟინრო მიმართულებები ნელ-ნელა ჩაიძირება, უხეშად რო ვთქვათ, იმიტომ რომ როგორც აღვნიშნე უკვე არ შეიძლება ჰუმანიტარულ საგნებზე ორიენტირებული უნივერსიტეტი უძღოდეს ტექნიკურ და საინჟინრო საგნებზე ორიენტირებულ ფაკულტეტებს.
კი ბატონო, გასაგებია და ბოლო კითხვას დაგისვამ ბატო, რექტორთან რა ტიპის კომუნიკაცია გაქვთ ეს მინდა კითხოთ, მისი პოზიცია როგორია თქვენთან, ჩვენ საჯაროდ ვისმენთ მის განცხადებებს, მაგრამ აი სტუდენტებს რას გეუბნებოდათ, იმიტომ რომ როგორც საზოგადოებისთვის საჯაროდაც ცნობილია, მისთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება და აი გამოცხადებამდე წინა დღით გავიგეო სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, თქვა ბატონმა გურგენიძემ. რექტორიც ზუსტად შოკირებული იყო როგორც ჩვენ, იმიტომ რომ ეს იყო ყველასათვის მოულოდნელი რამ და რაც შეეხება კომუნიკაციას, შეძლებს დაგვარად გვაქვს ერთმანეთთან კომუნიკაცია, შეძლებს დაგვარად გვაწვდის სიახლეებს, გვაწვდის იმ იდეებს, რაც შეიძლება გაკეთდეს ამ პროცესის განმავლობაში და აი ესე ერთიანად გვაქვს შემუშავებული რაღაც გზები, რაღაც გეგმები და მივყვებით პროცესს. მოკლედ რო ვთქვათ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ბატო იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და მიიღე გადაცემაში მონაწილეობა. ბატო პავლიაშვილი საუბრობდა